რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ დაესხნენ თავს უკრაინას. კიევის მცხოვრებლებს დახმარებას საგანგებო სამსახურის თანამშრომლები უწევდნენ და იერიში შედეგად გაჩენილი ხანძრის კერებს აკრობდნენ. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა და კიევს დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რასაც ბოლო ინფორმაციით 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა ერთ-ერთი სამთავრობო შენობის თავზეც. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რასაც რუსეთის მიმართ ვგრძნობ. მხოლოდ გინება მინდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შემიგინებია. ცუდი სიტყვაც კი არ ვიცი. ისინი ნაძირლები არიან. ჩვენ ადამიანები კი არა, რაღაც სხვა სახეობები გვესხმიან თავს. მე თავად ეთნიკური რუსი ვარ, მოსკოვის გარეუბნიდან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ხალხი ამის ჩადენას შეძლებდა. ოფიციალურმა პირებმა 7 სექტემბერს დაადასტურეს, რომ იერიშების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი 3 თვის ბავშვი. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა 810 დრონი და სატყუარა, რომელთაგან 757 დრონი და 4 რაკეტა გაანეიტრალეს. ამასთან ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით ზაპოროჟიაზე რუსების თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. სახლში ვიყავი და როგორც კი აფეთქების ხმა გავიგე, აბაზანაში შევარდი. შემდეგ ჩემი ქმარი შემოვიდა. კარი მიხურა და მითხრა დავმალულიყავი. ვთხოვე ჩემკენ ახლოს მოსულიყო. როგორც კი დაჯდა, ბუმ და ყველაფერი აფეთქდა. სუმის ხელისუფლების განცხადებით, კვირას საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად 2 ზრდასრული და 2 ბავშვი დაშავდა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს. უკრაინის 26-მა მოკავშირემ პირობა დადო, რომ ომის დასრულების შემდეგ ომით განადგურებული ქვეყნისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა შეხვდეს პუტინს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. მან მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აიძულოს ომის დასრულება.